მოგესალმებით ძვირფასო ტელემახურებლებო, ეთერშია საავტორო გადაცემა პოლიტიკური თერმომეტრი. მე გახლავარ ზაურ ნაჭყებია გადაცემის წამყვანი და ავტორი. ვიდრე გადაცემას დავიწყებდეთ, მინდა მწუხარება გამოვთქვა ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ფალმა სასופელში დაამკვიდროს გარდაცვალების დასრულება. სააკაშვილის ფაქტორმა გარკვეულწილად განზე გადაწია თავარი და შეიძლება ითქვას უმთავრესი პრობლემა COVID პრობლემები, ანუ COVID ტერორი, რომელსაც საკუთარ თავზე გზნობს მოსახლეობა. ამას მიემატა არჩევნებთან დაკავშირებული პერიპეტიები, რომელმაც ასევე ყურადღების ცენტრი გადაიტანა არჩევნებზე. სააკაშვილის შემოსვლამ საქართველოში ბუნებრივია გარკვეული გავლენა მოახდინა არჩევნებზე და ეს აისახა არჩევნების შედეგებშიც, მაგრამ COVID ტერორი რა თქმა უნდა ამით არ გაჩერებულა. საინტერესოა, შეიძლება ითქვას ძალიან მოულოდნელიც იყო მეორე ტურამდე, რომელიც თბილისში და საქართველოს სხვილ ქალაქებში ტარდება, როგორც ვიცი 20 მუნიციპალიტეტში. მეორე ტურის წინ საკოორდინაციო საბჭომ განაცხადა ახალი სიურპრიზები მოუმზადა საზოგადოებას. ეს იმას ნიშნავს, რომ COVID-ი არსად არ წასულა, პირიქით არჩევნების შემდეგ ალბათ კიდევ უფრო გამგაცრდება რეგულაციები. მოდით ვიდრე არჩევნებს და სააკაშვილს დაუბრუნდებოდეთ, დავიწყოთ რა ხდება ქვეყანაში COVID-თან დაკავშირებით. წარმოგიდგენ დღევანდელ სტუმარს ბატონი ზვიად ტომარაძე, იურისტი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ელიდა სახელმწიფოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მოგესალმებით ზვიად. მოგესალმებით. მადლობა მოგზაურობისთვის. როგორც შესავალში ვთქვი, COVID-თან დაკავშირებული პრობლემები ასად არ წასულა, პირიქით მეხუთე ტალღას გვიანონსებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სიურპრიზები იქნება. თქვენმა ორგანიზაციამ უკვე 3 აქცია მოაწყო ამასთან დაკავშირებით. ეს რა თქმა უნდა გარკვეულ შედეგს მაინც იძლევა, მაგრამ მაინც თქვენგან არის საინტერესო. რა გამოიკვეთა ამ აქციებიდან, რამდენად სერიოზულად აღიქვამს საზოგადოება მის წინაშე წარმოქმნილ პრობლემებს და საერთოდ ესე იგი საით მივდივართ. მივესალმები მაყურებელს. ამ 3 აქციამ ჩვენ დაგვანახა, რომ არის საზოგადოებაში პროტესტი, იმიტომ რომ პირველი აქცია ჩვენ ჩავატარეთ 24 აგვისტოს, მეორე აქცია ჩატარდა 5 სექტემბერს და ეს ორივე აქცია მრავალრიცხოვანი იყო მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ პერიოდში იყო გაჩერებული. და მაგალითად აგვისტოს თვეში მოსახლეობის დიდი ნაწილი კიდევ გასული იყო გასვენებლად ქალაქგარეთ. და ძალიან ბევრი პარტია, ცნობადი პარტიები ვერ დაიტრაბახებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი როცა მუშაობს იმ პერიოდში იმდენი ხალხის აქციებზე მოყვანით. ეს თემა არის ძალიან მტკივნეული, თუმცა აი ამ COVID ტერორმა, აი ამ წამყვანი ტელემედიის სიცრუის ტირაჟირება და აი ამ ვირუსოლოგების მოსახლეობის დაზარქვამ გამოიწვია ის, რომ ძალიან დიდი ნაწილი მაინც აი ამ სიცრუის ტყვეობაშია. და კიდევ ვერაცნობიერებს გაშინებულია მაინც. აი მაგალითად სანამ სიცრუეზე ვიტყოდი, ევროპის ძალიან ბევრი მრავალი ქალაქების და მრავალი ქვეყნების საპროტესტო აქციებს ვხედავთ ჩვენ სოციალური ქსელის მეშვეობით, იმიტომ რომ წამყვანი ტელემედია ამ ფაქტებს არ აშუქებს ელემენტარულად და ძალიან ბევრ არც აქციებს აჩუქებს, არც ფაქტებს აჩუქებს და ანუ ძევალი გახდა ჩვენი მოსახლეობის, ისინი აშინებენ, მე ჩვენ აზრს ვითქვამს, რომ კორონა არ არსებობს. უბრალოდ აქ საუბარია მანიპულაციებზე და ამ კორონა ტერორის სხვაგვარ შეფუთვაზე. ისე აწოდებენ საზოგადოებას, რომ სტრესავენ, აშინებენ და ამას გარკვეული მათი მიზნები გააჩნია, ეს ვაქცინაციის საკითხები და სხვადასხვა ვაქცინაციას უწყობენ ამით ხელს. და ეს არაერთხელ გამოიკვეთა, თუნდაც ახლა მე ვიცინასწარმეტყველე არაერთხელ და გამართა ჩემი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ აი თუნდაც ახლა რომ დაიწყებდნენ აი ციფრების მომატებას. და ისე დონეზე აწევენ ტემპერატურას მეორე ტურის შემდეგ, რომ უკვე გვიანონსებენ, უკვე ტვინდემია ახალი ტერმინი შემოიტანეს და გვიანონსებენ, რომ ნოემბრის დასაწყისში, თურმე ესე იგი დამთავრდება თუ არა არჩევნები, მეხუთე ტალღა უნდა დაატყდეს ქვეყანას თავს და ეს ამათ არც ტალღები გამოელევათ, არც შტამები გამოელევათ, არც
არანაირ გაყალბებაზე სტატისტიკის ტესტების იქნება თუ სიკვდილიანობის არ იტყვიან უარს და ძალიან ბევრ ჩვენ მოსახლეობას ვინაიდან განსაკუთრებით რაიონებში, ვისაც არ აქვს ცდომა სოციალურ ქსელზე, ძალიან ბევრს მათი სჯერავს და ეს არის პრობლემა. მე რამდენადაც ვიცი, თქვენი ორგანიზაცია და მხარდამჭერები უარს კი არ ამბობთ ზოგადად ვაქცინაციაზე, არამედ იძულებით ვაქცინაციაზეა საუბარი. ნუ ძალიან კარგი კითხვაა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რა უფლება გვაქვს ვინმეს დაუშალოთ. ეხლა მე თუ ვინმე აზრს ვკითხავთ, მე ურჩევ რომ მათ არ გაიკეთოს აცრა. პირადად მე თუ ვინმე მკითხავს, მაგრამ საჯაროდ მე ამის მოწოდებას არ ვაკეთებ. იქიდან გამომდინარე, რომ არა მაქვს მე უფლება ვინმეს დავარიგო თუ როგორ მიხედოს თავის ჯანმრთელობას. ეს მისი გადასაწყვეტია. უამრავ ინფორმაციას ვაწოდებთ. რა ხდება დაუშვათ სხვა ქვეყნებში ჩემი გვერდის მეშვეობით და ყველანაირ ინფორმაციას როგორც შემიძლია ისე ვაწოდებ და გარდა ისე ჩემი ინფორმაციისა უამრავ ინფორმაცია არსებობს. ამიტომ თვითონ იმ ადამიანმა გადაწყვიტოს საკუთარ ჯანმრთელობას როგორ მოექცეს. მაგრამ მე ვამბობ რომ არ შეიძლება ვაქცინაცია იყოს იძულებითი. აი ეს არის ძალიან მარტივი. მე სისტემატურად ესმები იმ სტატუსებს, რომელიც თქვენს გვერდზე დევს და იგრძნობა აშკარად რომ მხარდამჭერი ბევრია, თუმცა შეგვიძლია გულახდილა ვთქვათ, რომ აი ეს ადამიანები, რომლებიც მხარს ვიჭერენ და ვიშвишებენ ამ COVID ტერორის გამო, საქმეზე რომ იდგება, აი დადგებიან ისინი სადარაჯოზე საკუთარი ჯანმრთელობის ერის სოციალურიანობის, აი თქვენ როგორ ჩვენ ამ აქციებმა ის ორი აქციაც ვახსენეთ, ეს ორი აქცია ემატებოდა ხალხი ნელა და ორმაგდებოდა და 15 სექტემბრის აქციაზე და 2000-მდე კაცი მოვიდა აქციაზე და ფაქტია რომ ადამიანები დგებიან იქ. თუმცა უფრო მეტია საჭირო, კიდევ უფრო მეტია საჭირო. მაგას ვაი თანმიმდევრული უნდა იყოს პროტესტის თუ გვინდა ჩვენ რომ შედეგი დადგეს, პირდაპირ პროპორციულია შედეგის დადგომა ხალხის მასებთან. რომ ხელისუფლება და ყველა ანგარიშს უწევს ხალხის რაოდენობას. გვინდა ეს თუ არ გვინდა. ამიტომ ეს 2000 კაციც საკმარისი ნამდვილად არ არის, გაცილებით მეტია საჭირო. კი, COVID ტერორი შეჩერდეს, აუცილებლად უნდა იყოს მასა წარმოდგენილი, დიახ, მასიური და აი ამას ყველა ანგარიშს გაუწევს. ამიტომ ჩვენ ეს დროებით გაჩერდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორი იყო, რის გამოც ჩვენ გაჩერდა, თუმცა ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, აგერ 3 სარჩელია შეტანილი, ერთი საკონსტიტუციაში, 2 საქალაქო სასამართლოში, პირბადის საკითხებზე, სამედიცინო სტუდენტებთან დაკავშირებით, ასევე ეს ადამიანი, რომელიც გამოუშვეს სამსახურიდან ბატონი თორნიკე ნონიაშვილი, ამიტომ ჩვენ არ ვჩერდებით, ჩვენ უხავებთ ერთმანეთს, ესე იგი საპროტესტო აქციებს და აი ამ სამართლებრივ ბრძოლას და ჩვენ უახლოეს მომავალში როგორც კი შევხედავთ დაანონსებულ, ასე ვთქვათ, როგორც დაგვიანონსეს კიდევ შეზღუდვების დაწესებაზე წავიდა უკვე ახალი საუბრები, ჩვენ აუცილებლად კვლავ პროტესტი გქნება. ორი თემა იგეთებ, ერთი თქვენ ბრძანეთ რომ ნონიაშვილი გაანთავისუფლეს სამსახურიდან, თითქოს და საქართველოში არ არის იძულებითი ვაქცინირება, მაგრამ იღებათ, ესე იგი, ელეგებიან ადამიანებს, ესე იგი, აიძულებენ, აშინებენ და ასე შემდეგ. ეს ერთი და მეორე, აი, როცა ახალ სიურპრიზებზეა საუბარი, უკვე დაიწყო ბავშვების 12 წელზე ზემოთ ბავშვების ასრაძეც საუბარი, ესე იგი, სტუდენტებთან გამდგომარეობა ვიცით. აი, ეს არის უკვე ნამდვილად შეიძლება დავარქვათ COVID ტერორი, აი, როგორ შეიძლება შევაჩეროთ ეს პროცესები? ამ პროცესების შეჩერება მხოლოდ Facebook-ის წერით გამორიცხულია, ვერც მხოლოდ სამართლებრივი ბრძოლით ვერ შევაჩერებთ, იმიტომ რომ აი მაგალითად გეტყვით ორ ფაქტს. აი საკონსულტო სასამართლოში გვაქვს შეტანილი სარჩელი. მე დანარჩენი მოსამართლეების აზრი არ ვიცი, მაგრამ აი ორი მოსამართლე, ერთი არის გვარად თუ არ ვწდები კვერენჭხილაძე, ამ ბატონის ლაიქი ჩემი თვალით ნახე და მე მონწაშალა, ასე იგი ეს იყო აი შავი და ბიზნესმა რომ განაცხადეს, რომ ისინი აუცილებლად თავისთან არ შეუშვებდნენ. მოიწონა. ესე იგი მისი აზრი ხო მიკაძოებული იქნება ის ყველა ვარიანტი, ხო? გარდა ამისა, ქალბატონი ირინა იმერლიშვილის პოსტი ახლა ხანს ვნახე ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ნუ პირდაპირ არ ყოფილა, თქვა მისი მოწოდება რაღაც, მაგრამ ნუ ეთანხმება აი ამ ვაქცინაციის და ირიბიძულებას. ნუ შესაბამისად ეს ორი მოსამართლეს ხელში რომ ჩავარდეს ის საქმე, რა თქმა უნდა, ის იქნება ტენდენციური და აი სამართლებრივი მხოლოდ ვერც სამართლებრივი ბრძოლით და ვერც აი ამ Facebook-ის პროტესტით ეს არ გამოვა. ეს პროტესტი უნდა იყოს მასიური, ყველა უნდა გამოვიდეს და ხშირად საუბრობენ, რომ აი გაერთიანეთ, ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი ვართ გაერთიანებული და ჩვენ ხელი არავის არ გვიკრავს. ყველას ვეუბნებოდით, რომ მოვდანეთ დადექით, არანაირი პრობლემა არ აქვს. ჩვენ არავისთან და ყველას შეუძლია ჩვენ აქციაზე მოვიდეს და დადგეს, მაგრამ იმ ადამიანებთან ვის მიმართაც რაღაც კითხვის ნიშნები ისმის. არ მინდა მე ხალხ სახელი და გვარები ვახსენო. იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც კითხვის ნიშნები ისმის წარსულთან დაკავშირებით, ან მის ასე ვთქვათ კომპეტენციასთან დაკავშირებით, ან მის ასე ვთქვათ თერორიგ არასწორ
გზავნილებთან დაკავშირებით, მას ახლა წინა რიგებში შეიძლება დადგომის რიგი ჯარისკაცად ჩვენ არაერთხელ ყოფილი ვართ და დამდგარ ვართ. აგერ 24 ივლისის აქცია იყო, მივედით ბოლო რიგებში დავდეგით. აგერ ქალბატონი დია ადამიანს უბრალოდ სამძიმრის მივედით მერიასთან და დავდეგით და არც წინა რიგებში მდგარ ვართ, ხო? ჩვენ რიგი ჯარისკაცად როგორც ჩვენ მივდივართ და ვდგებით, ეს მაგალითს ვაძლევთ ჩვენ ყველას. საკუთრობენ თქვენ ხშირად თქვენს ორგანიზაციას რომ ესე იგი გაერთიანების სურვილი არ გაქვთ და რომ ესე იგი ჩვენ გავერთიანდით ძალიან ბევრი ადამიანი, სახელი და გვარებით გამოსვლებითაც შეუძლიათ ნახონ ჩვენი აქციები და თუ ვინმე ასე ვთქვათ არ მოვიდა ეს მისი პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენ მივდიოდით ყველა აქციებზე. ჩვენ მხარს უჭერდით ყველა აქციებს და არავის არ უპირისპირდებოდით. ნაცვლად ამისა მივიღეთ ესე იგი ტალახის როლა, სიბინძურეების წერა, ტყუილების წერა და ეს რა თქმა უნდა არ გვიპასუხია ჩვენ არც ერთი სახელი და გვარით მე პირადად არ ვიპასუხია. იმიტომ რომ ეს პროცესი აზარალებს და საზოგადოება, გონიერი საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს და ამის დასტურია ის რომ ჩვენ აქციებზე თუ რაოდენობის ხალხი მოდიოდა და დაუშვათ ის ადამიანები ვინც ჩვენ გულანძღავდნენ იმათ აქციებზე რამდენი ადამიანი მიდიოდა ამის ასე იგი ხალხი აფასებდა სწორად და მე არ მინდა კიდევ ერთხელ არ ვამბობ არავის პერსონიფიცირებას არც სოციალურ ქსელში არც სხვაგან. ღმერთმა ყველას გაუმართლეს, ეს არის თავის სიმართლით, ეს არის ბრძოლა და ამ ბრძოლაში ჩვენ არ გვაწყობს ერთმანეთთან დაპირისპირება. თუ ერთმანეთს ხელს არ შეუწყობთ, ერთმანეთს ნუ გავლანძღავთ, მაგრამ ერთმანეთს ნუ დაუპირისპირებთ. ეს მე არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, პირადად მაქვს ნათქვამი ადამიანებზე, თუმცა სამწუხაროდ ეს არ გაითვალისწინეს. მე ახლა მინდა ძალიან ფაქის თემა შევეხო, თქვენ რამდენიმე დღის წინ ფაქტიურად გააკრიტიკეთ საპატრიარქო, რომელსაც არაერთგვაროვანი ემოციები მოხვა, რეაქცია მოყვა შეიძლება ასე ითქვას, აი სოციალურ ქსელში გულისხმობ მოკითხველების მხრიდან, ესე იგი თქვენ სამართლიანად სავსებით მეუჭერ მხარს ამ ინიციატივას სამართლიანად სავსებით ესე იგი ამბობთ იმას რომ როცა დღეს ყოფნა არ ყოფნის წინაზე დგას ერი და სამყარო საერთოდ როცა დღეს უკვე ბავშვების ასტრაზეა საუბარი საპატრიარქოს ამ შემთხვევაში გულისხმობა ქართულ საქართველოს ეკლესიას არავის კაფიოდ გამოგვეთილი პოზიცია. მართალია საქართველოს პატრიარქმა განაცხადა რომ ნებაყოფლობითი უნდა იყოს, თუმცა ამას ესე იგი საქართველოს ხელისუფლება ესე იგი არ ითვალისწინებს. აი რამ განაპირობა თქვენი ასეთი შეიძლება ითქვას კრიტიკა ეკლესიის მიმართ და აი როგორ ფიქრობთ რამდენად იმუშავა ამან? ეს პირველად მოხდა შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ მე საზოგადოებაში ცნობილი ვარ პირიქით სწორედ საპატრიარქოს და ჩვენი ხილული ეკლესიის დაცვაში, უხილავ ეკლესიას დაცვა არ ჭირდება პირიქით აქეთ გვიცავს და მე ყოველთვის ხმამაღებული ვიყავი წლების მანძილზე და რამ გამოიწვია ახლა ჩემი ეს განცხადება? გამოიწვია იმან რომ მართალია ძალიან არაერთხელ აღნიშნოთ რომ ძალიან სწორი გზავნილები და სწორი ქმედებები განახორციელდა როგორც წმინდა სინოდმა, ასევე საქართველოს პატრიარქმა ამ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. თუმცა, როდესაც ეს საკმარისი არ არის და მხოლოდ აბრა გაკრული, ესე იგი გელო არ მოიპარო ჩემი ცხარი და ეს არ შველის და მაინც იპარავს გელი, მაშინ წემსი ვალდებულია ნებისმიერი სხვა საშუალებით დაიცვას თავის ფარხო, ეს 2-4-ია და როდესაც უკვე ბავშვებზე გადავიდნენ და ეს ბავშვების ეს თვითონ რაღაც მიზნობრივ ჯგუფებზე და არ არის რაღაც სავალდებულო არ იქნება, მე ვიცი ეს უკვე პროცესები როგორ მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში, ჩემი მეგობრები მყავს, რომ უკვე წრეებზე აღარ უშვებენ აუცილებლ ბავშვებს და აქაც ეს პროცესები წამოვა და სანამ ახლა ეს არ გაგუჭდება საქმე, მანამდე ხომ შეიძლება რაღაც ისეთი განცხადებები გაკეთდეს და სტუდენტების დასაცავი რო აუდიტორებში არ უშვებენ, რომ ჩვენ მოსახლეობა საჯარო იქნება თუ კერძო სექტორში გაუცრებლობის გამო ანთავისუფლებენ, აგერ უამრავი პრობლემებია ხო ამ COVID ტერორთან დაკავშირებით და უამრავი ბიზნესი ზარალდება და ბავშვების ვაქცინაცია და რა ვიცი, რამდენი რამ და აი ამ საკითხებზე უკვე მხოლოდ ის არ კმარა განცხადებების გაკეთება. განცხადებებზე ცოტა როდესაც შენ განცხადებების შედეგი არ მოყვება, უკვე სხვა ქმედით ნაბიჯებია საჭირო და მე ეს არ შემეძლო რო არ დამეწერე, იმიტომ რომ ჩემთვის ავტორიტეტი არის სიმართლე და უფალი. ამიტომ ძალიან წუხვარ ამის გამო, თუმცა მე სწორად მოვიქეცი და მიმაჩნია რომ ეს იყო აუცილებელი. არაერთგვაროვან მიიღო მაინც საზოგადოებამ და ესე იგი აქ საუბარი იყო რომ პატრიარქის მიმართ ასეთი გამონათქვამი და რაღაცა. ჩვენ პატრიარქი არ ვაკრიტიკებთ ამ შემთხვევაში. არა, პატრიარქი არაფერ შუაში არ იყო. ეს სტატუსი მე დავწერე კიდევაც განმარტებაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეუღლის ღმერთმა დიდხანს უცხლოს და იმსახუროს ჩვენ ქვეყანას როგორაც იმსახურებოდა, მას არ ეხებოდა. ეს ეხებოდა ზოგადად საპატრიარქოს პოზიციას და იერარქების ცალკეული იერარქები იღებენ 1-2 იერარქი ხმას და პატრიარქს ხوارელოდებიან ახლა თუნდაც აგერ
მიხეილ სააკაშვილის პეტიციაზე მოაწერეს ხელი და სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებში ხშირად ებმებიან ხო რა განცხადებებსაც აკეთებენ და პატრიარქს უარელოდებიან და რა მაინც და მაინც კოვიდ ტერორის თემაში ელოდებიან პატრიარქს ხო შეიძლება ამ საკითხზე ინდივიდუალურად გაეკეთებინათ განცხადება ეს არ ეხებოდა პატრიარქს საერთოდ ჩვენი პატრიარქი არის ასაკში და მე თვითონ არ მომწონს როდესაც მის 8 წელს გადახაზავენ ხოლმე და ასე ვთქვათ ასაკშია კაცი და უპირისპირდები მე ამიტომ მე არ დავპირისპირები რომ პატრიარქს ამ სტატუსით აქ ეს პირადი გზავნილები გამოკვეთილიც იყო კონტურები ვის ეხებოდა და გონიერი ადამიანი ნათლად დაინახავდა თუ ვისი მისამართით იყო ეს კონკრეტულად ეს სტატუსი ამიტომ განმარტებაც არ იყო საჭირო თუმცა განმარტებაც გავაკეთე მოსატარებლად დიახ საქმის გულში ვარ აი თქვენ ახსენეთ პეტიციაზე ხელმოწერა სინოდის წევრის და არა მარტო პეტიციაზე ხელმოწერა და ზოგიერთი ესე იგი მთავარი ასტრისგანაც კი მოუწოდებს რაც შეეხება დაბალი იერარქიის წარმომადგენლებს სასულიერო პირებს ისინიც ხშირად ესე იგი ამბიონდანაც გადაგენენ რომ სხვა გზას ვერ ხედავენ აი ეს რამდენად აბრკოლებს საზოგადოებას თქვენი აზრით ძალიან აბრკოლებს თუმცა არიან სასულიერო პირები რომლებიც აქციაზეც მოდიოდნენ ჩვენთან მამა დავით ლუხაძე მამა იაკობი და სხვები და ეს ძალიან კარგია და მისასალმებელია თუმცა არის მეორე მხარიც და ეს რა თქმა უნდა საზოგადოება გაურებულია ამიტომ ვამბობ რომ როდესაც მხოლოდ განცხადება გაკეთდა და იმის შემდეგ ეს განცხადება ფაქტობრივად არ შესრულდა გაცილებით მეტია საჭირო და ორივე სასულიერო ორივე მხარეს დგომი ალბათ მეტანგაჟის გაუწევენ სწორედ იმ ქმედით ნაბიჯებს რომელიც აუცილებლად უნდა მოყვეს უახლოეს მომავალში. გარდა ამისა ჩვენ შევხვდით საბატეკოს წარმომადგენელს აი მესამე აქციის დროს 15 სექტემბერს და როდესაც ვიხილეთ ის რომ 3 კვირის მანძილზე არანაირი განცხადება არ გაკეთდა შეხვედრის შემდეგ და იმ დღეს როდესაც მე სტატუსი დავწერე პირიქით გავცელდა სოციალურ ქსელში ვიდეო და 1-2 ძალიან ჩემთვის კარგად ნაცნობი და ძალიან საპატივცემულო სასულიერო პირი აცრის პროპაგანდას აკეთებდა მოწოდებებს აი ძალიან ცუდად იმოქმედა ამ ჩემზე კიდევ ერთხელ ვამბობ იმან კი არა შეიძლება შენ აიცრა და ამას არავის არც უშლით და ღმერთმა ყველას გაუმარჯოს ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი აცრობს ახლონათსავებ შორითაც და ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა მიცეს და ეს მათი საქმეა და მე არც მათუთული ნაკლად რომ ვინმე აიცნას არა ბატონო მისი გადასაწყვეტია მაგრამ შენ როდესაც გამოდიხარ ესე ვთქვათ ტელევიზიით სიუჟეტებს აკეთებ რომ აიცელი და პროპაგანდას ეწევი ეს არასწორია თან მით უმეტეს არასწორი გზით რომ დაიცავი სხვა ეს არის არასწორი ამას ხადაგებს ჩვენი ვირუსოლოგები და ატყუებენ საზოგადოებას არც ერთი აცრის დროს ეს აქამდე აცრა იქნებოდა თუ ვაქცინაცია თუ ახლანდელი ვაქცინაცია სხვაზე არ არის ეს საკუთარ ჯანმრთელობაზეა როგორ იცავს ეს ყველამ განსაზღვროს მე არ შევდივარ ამ საკითხებში მაგრამ ამის მოწოდება არის არასწორი სასულიერო პირის მხრიდან თვითონ შეუძლია თქვას რომ მე ავიცერი და ამაზე მე პრობლემა არ მაქვს მაგრამ მოწოდება სხვაზე რომ შენ აიცერი და სხვის სიცოცხლე დაიცავი ესე იგი რას ნიშნავს ვინც არ ვიცრებით ჩვენ სხვის სიცოცხლეს არ ვიცავთ აი სწორედ ეს სტატუსი ამანაც განაპირობა და მე ძალიან წუხვალ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანები მონაწილეობდნენ ამაში აი ბატონო ზვიადან ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ხალხი ხედავს რომ ცალკეული პირები საზოგადოებრივი ორგანიზაციები რაღაც ფორმით მაინც ესე იგი ატარებენ აქციებს პროტესტს გამოხატავენ ამ კოვიდ ტერორის წინააღმდეგ მაგრამ საერთოდ დუმან პოლიტიკური პარტიები რომელიც არ უნდა ავიღოთ ესე იგი მე მათგან არც ერთხელაც არ მომისმენი ეთქობა ესე იგი გამომრჩა შეიძლება თქვენს იგივე აზრის ხართ რომ ესენი ესე იგი არაფხმას არ იღებენ ამ კოვიდ ტერორის წინააღმდეგ აი რატომ ხდება ეს ასე ძალიან მარტივი არა და პარტიები უნდა საზოგადო ინტერესს უნდა იცავდნენ ამის უნდა არის მოწოდებული ძალიან მარტივი პასუხია ჩვენი სამშობლო არის ძალიან ძიმე მდგომარეობაში და ამ ძიმე მდგომარეობას მე ავხსნით რას გულისხმობ ამაში ფაქტობრივად ოკუპირებულია არა მხოლოდ მისი ტერიტორიები რუსეთის მიერ, არამედ ოკუპირებულია ჩვენი ტელესივრცე. და მაგალითად მე თქვენ და ჩვენაირ მოაზროვნე ადამიანებს არ იწვევთ საერთოდ ჩვენაირ შეხედულების ადამიანებს. საერთოდ შავსიაში ვარ შეყვანილი, მთლიანად. და ეს წლებია გრძელდება. გარდა ამისა, მთელი საკომანდო სიმაღლეები აი ამ ულტრალიბერალური ადამიანების ხელში და აი პოლიტიკური პარტიების, თუნდაც ეს პოლიტიკური სივრცე, ფინანსებიც, ყველაფერი გადანაწილებულია ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ფაქტობრივად ვართ დამონებულ მდგომარეობაში ჩვენი ქვეყანა. და ქვეყნის გარედან წამოსული დირექტივებით იმართება. ეს არის 2x2 4. ხა ვინც ამას ვერ ხედავს, ეს არის ბრმა. და შესაბამისად ის პოლიტიკური სუბიექტი
რომელიც გააკეთებს ისეთ განცხადებებს, როგორ განცხადებებსაც ჩვენ ვაკეთებთ, ის ავტომატურად დაამთავრებს. არა მხოლოდ ასე ვთქვათ, თანხების გადმორიცხვას ქვეყნის პარლამენტის გარედან და თანხების მიღებას, არამედ ის დაამთავრებს ასე ვთქვათ, ტელევიზიებში გამოჩენას ან სამყარო მედიაში, ის აუცილებლად შავსიაში მოხდება. და მას არ უნდა დაკარგოს ეს კომფორტი და ეს თანხები დასწავლებით ჩვენ ახლა პარტიები ვახსენეთ და აი რომელმა პარტიამ თქვენ ნახეთ რომ აი 15 პარტიამ LGBT მემორანდუმზე ზაფხულში მოაწერა ხელი ხომ მე დარწმუნებული ვარ ამ ჩვენი მოსახლეობის განწყობები ყველა ამ 15 პარტიამ შვენევრად იცის რომ აბსოლუტური უმრავლესობა ამის წინააღმდეგია და სად გინახიათ პარტია საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიდიოდეს და მას უნდა ხო? ანუ აქ საუბარი სწორედ იმაზეა რომ მე ის ბატონები, მათი ბატონები აღარც ფულს მიცემენ, აღარც ტელევიზიებში გამოაჩენენ, აღარც საკომანდო სიმაღლეებს მიცემენ და ის კარიერას დაასრულებენ. ამიტომ არის რომ და სწორედ იგივე ხდება აი ამ ჩვენ თუ შევადარებთ ეს LGBT თემატიკა იქნება თუ რა იქნება, ხომ? სწორედ ერთი და იგივე ქვეყნის გარეთ ერთი და იგივე ლობი, გლობალისტური ლობირებს ამ საკითხს. ახლა ჩვენ პარტიები ვახსენეთ და აი მორიგი კითხვა მიჩნდება. პარტიებთან დაკავშირებით ზუსტად საქართველოს პროფესიონალი პარტიები არ არსებობს, გასაგებია საქართველოში რომ ქართული ფული არ ფინანსდებიან პარტიებს, ეს გასაგებია, მაგრამ აი რატომ ვერ მივაღწიეთ იმას რომ აი კონსერვატიული ძალები წარმოჩინდნენ, რომ ესე იგი საპირისპირო შეიქმნას ლიბერალური ძალების საპირისპირო პოლიტიკური წარმონაქმნები. აი დღემდე სამწუხაროდ ესე იგი არა თუ ესე იგი სოლიდური, არამედ საერთოდ არ ჩანს. იყო რაღაც მცდელობები, მაგრამ გაჩერდა. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უშლის ამას ხელს? მარტო რესურსები უშლის ხელს თუ ნება არ არის საზოგადოებაში იშვას ახალი პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელიც იზრუნებს საზოგადოებას? საზოგადოებაში ნება არის, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელსაც ამან ხელი შეუშალა. კერძოდ იყვნენ პიროვნებები, რომლებიც წლების მანძილზე მიზიდულობის ცენტრებს ქმნიდნენ. საზოგადოებას ჰქონდა მათი იმედი, რომ შემოვიდნენ პოლიტიკაში, თუმცა ისინი საზოგადოების იმედებს აცრუებდნენ. ძალიან დიდი პერიოდი. გარდა ამისა, თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, ერთ-ერთი ფაქტორი. იყო სხვადასხვა პიროვნებები, რომლებიც ტივტივებდნენ ამ პლანზე, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი, აი თქვა, კონსერვატიული შეხედულება LGBT თემატიკის იქით არ მიდიოდა. და სოციალური საკითხები, ეკონომიკური საკითხები, სხვადასხვა საკითხები სრულად იგნორირებული იყო. საზოგადოება ამას ამჩნევდა და ხედავდა. ძალიან კარგად. გარდა ამისა, აი ამ განათლების ახალმა სისტემამ მოახერხა ის, რომ ახალგაზრდობა, რომელიც წარმართველი ძალა უნდა იყოს და თქვენ გახსოვთ მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდობით მოვიდა და ყველა ქვეყანაში წარმართველია. აი ეს მოახერხეს, რომ აი ეს ჩამორჩენილობა ჩვენმა ტელემედიამ, აი ეს კონსერვატიული, ასე ვთქვათ, შეხედულებები ჩამორჩენილობად პროგრესის წინააღმდეგ გაასაღეს და ასეც იყო ამის მიზეზი, რომ ახალგაზრდობა ერიდებოდა დადგომას აი ამ ძალებთან. გარდა მაგისა, ძალიან ბევრი პირდაპირ აი გლობალისტების მიერ გამოშვებული აი ამ პლანზე, ეროვნულ პლანზე, კონსერვატიულ პლანზე ადამიანები იყვნენ პირდაპირ მათი კონტროლის ქვეშ და ფინანსდებოდნენ და სპეციალურად ამარგინელებდნენ თემებს. მე ხარ მოვერიდები სახელდაგვარებს, თუმცა ზეპირად ვიცი ვინ არიან ეს ადამიანები და სპეციალურად ამარგინელებდნენ თემებს და ძირავდნენ, არა, არ არის აუცილებელი, მოვა ამის დრო. თუმცა ჯერ არ არის ამის დრო მოსული, მაგრამ მოვა აუცილებლად. სპეციალურად ძირავდნენ კონსერვატიულ პლანს, თავის ქმედებებით, თავის სიტყვით, თავის საქმით და ძალიან ბევრი საკითხი იყო. თუმცა ერთ-ერთი უმთავრესი არის ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის, ასე ვთქვათ, თეთრის და შავის გარჩევის უნარის დაკარგვა. რომ ადამიანები როგორ უნდა შეაფასო, ხე ნაყოფით იცნობა. ის ქმედებები უნდა ნახო წლების მანძილზე, ხო? ადამიანი რო არ იცნობს და უცებ გამოჩნდება, პიარი უკეთდება, შეხო შეფუთულია, ხო? ეს ხომ იცოდე რომ შეგიფუთეს, გამოიყვანეს დაგისვეს. ან დაუშვათ ადამიანი, რომელიც ხელით წარსული ცხოვრებით სხვანაირად ცხოვრობდა და დღეს სხვამეს გზავნილებს აგზავნის, ის გატყუებს და ძალიან ბევრი ფაქტორია. ამიტომ ძალიან ბევრი იმედგაცრუება ნახა ჩვენმა საზოგადოებამ და ფაქტობრივად ძალიან დიდ ნაწილს ხელი აქვს ჩაქნეული. შეიძლება რესურსებიც, ფინანსური რესურსებიც. აი გადავდივარ ახლა მაქსიმუმ თემაზე. გარდა მაგისა და ორი მთავარი საკითხია კიდევ მედიის არქონა, წამყვანი ტელემედიის არქონა და ფინანსების არქონა. აი ეს არის კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. აი ეს რაც ჩამოვთვალე, ეს მთლიანობაში რომ შევაჯამოთ, ეს არის ესეთი ზგანა გააკეთეთ, ესე იგი რომ ქართული ესე იგი პოლიტიკური სპექტრი ძირითადად ფინანსდება უცხოეთი და ანუ თუ კონსერვატიული ძალის
აღმოცენება და გაძლიერება გვინდა, მაშინ ქართული ფული უნდა დაფინანსდეს. ესეთ საზოგადოების წიაღიდან უნდა იშვას ეს ძალა და თვითონ საზოგადოება უნდა დააფინანსოს. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ დღეს მედიის გარეშე და გარკვეული ფინანსების გარეშე ძნელია სერიოზული ნაბიჯის გადადგმა. აი, არის საზოგადოება ამისთვის მზად, არის ამისთვის ნება თუ იცით? საზოგადოება მზად არის, იმიტომ რომ საზოგადოება აი არჩევნები ავიღოთ 50% დაახლოებით არჩევნებზე არ მიდის. მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად ვინც არ მიდის, ის აუცილებლად ან ჩვენი შეხედულებების ამორჩეველია, იზიარებს ჩვენ შეხედულებებს ზოგადად კონსერვატიულს, ან დაუშვათ აუცილებლად იმიტომ არ მიდის ეს 50% რომ დაუშვათ აი წინააღმდეგია აი ამ რაც ხდება 30 წლის განმავლობაში, თუმცა ძალიან დიდი ნაწილი, მინიმუმ 35% ეს ნამდვილად ის ამორჩეველია, ეს ორჯერ 2-4. გარდა ამისა, ის 50% რომელიც არჩევნებზე მიდის, არჩევანს აცნობიერებს და მათი დიდი ნაწილი რომ არჩევანს აკეთებს ცუცსა და უარეს შორის ბოლო წლები და იძულებულია იმდენად გაწამებული იყო სააკაშვილის რეჟიმი, აი კიდე მუშაობს ეს სატყუ არა 9 წელია, მე-9 წელია ოცნება ხელისუფლებაში და კიდე მუშაობს. აი მიშა მოდის და ესე რომ არ მოვიდნენ, მოდი ისე მოგცემ ხმას. თორემ ახლა ქართულმა ოცნებამ აბრავის რომ ნახე ბილბორდი, სამარცხინო ბილბორდი იყო აღიარეთ, იმიტომ რომ ესე იგი 9 წლის მანძილზე შენ რომ სათქმელად ისგად მოსახლეობის კიდე არანაცებს ეს სამარცხინოა დამეთანხმებით და გარდა ამისა საკუთარი პრემიერ-მინისტრი რა თქმა უნდა, მაგრამ საკუთარ პრემიერ-მინისტრს ერთი წლის წინ შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო შენი გუნდიდან და იმას იქ ჩაწერა იმ გუნდში და ასევე უბასანიკიძე მათი გუნდის წევრი იყო ხო პარლამენტში წელი იქ ჩასვლა ეს სამარცხინოს აქციებია ამიტომ მიუხედავად ამის ყველაფრისა უწევდათ ჩვენ მოსახლეობას ასე ვთქვათ ასეთი არჩევანის გაკეთება. თუმცა ეს ალბათ არც იყო არჩევანი. არჩევანი არც იყო, კი, არც იყო არჩევანი და მე პირველად მოხდა, მე ყოველთვის მივდიოდი ხოლმე და ჩემ ვარს ვიხდიდი. ახლა ვინ აყალბებდა, ვინ არ აყალბებდა, ეს სხვა საკითხია, მე ჩემ ვარს ვიხდიდი. და პირველად მოხდა რომ მე არ წავედი არჩევნებზე, იმიტომ რომ არ ვიცოდი ვისთვის მიმეცა ხმა, იმიტომ რომ ეს ახლა ამარჩენებდა, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ხმას ვერ მივცემდი იმის გამო, აი ბევრი რამის გამო, COVID ტერორის გამო და 1000 რამის გამო. გამორიცხული იყო ხო მე ნაციონალურ მოძრაობისთვის ხმა მიმეცა და იმ 15 პარტიისთვის ვინც მასთან ერთად ხელი მოაწერა აი მემორანდუმს და სხვა ვისთვის უნდა მიმეცა ხმა. ახლა პატარ-პატარა პარტიები ხარ, არანაირი შანსი რო არ ქონდათ ბარიერის გადალახვის, ვერთმა გაუმარჯვეთ და წარმატებას უსურვებთ, მაგრამ ნუ მათ შანსი არ ქონდათ, ხო და სხვა ვისთვის უნდა მიმეცა პარტიებისთვის, რომლებიც საერთოდ ხმას არ იღებდნენ არც ნამოხან ხესზე, ხმას არ იღებდნენ არც COVID ტერორზე. ისინი ჩემ მხარდაჭერას და თქვენს ხარდაჭერას და ჩვენაირი ადამიანის ხარდაჭერას ღირსი არ არიან. იმიტომ რომ ეს ხმის მიცემა არის პასუხისმგებლობა. შენ თანამონაწილე ხდები, პასუხისმგებელი ხარ, როგორც მის პარტიის წარსულზე, ვისაც აძლევს მას, ასევე მის მომოქმედებებზე. გადაყვებით, აი, ახლა ერთი ის უნდა ვთქვა რა. ჩვენ არ ვიცით მეორე ტური, ესე იგი, როგორ ჩატარდება, ესე იგი შეინარჩუნებს თუ არა პირველობას ქართული ოცნება, იმიტომ რომ თუ დღევანდელ ხელისუფლებამ დაკარგა მსხვილ ქალაქებში ესე იგი პოზიციები, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური სახეზე გვექნება, შეიძლება მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე. აი, დაუშვათ მივედით ვადამდელ არჩევნებამდე. ან დაუშვათ 2024 წლამდე გაძლო ქართულმა ოცნებამ. რა შეიცვლება თუ ესე იგი დაუშვათ არ აღმოცენდება ახალი პოლიტიკური ძალა, ხო ისე ვიგილეთ რაზე ვიტრიალებთ. აი ამაზე უნდა დააფიქრდეს საზოგადოება, მე ასე მგონია. მე გაძლევთ იმის გარანტიას, რომ 2022 წლის გაზაფხული იქნება და მე უფრო მგონია, რომ 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს წესით, ყველანაირი ლოგიკით, თუმცა ლოგიკა ხშირად არ ჯდება ქართულ პოლიტიკაში, თუ 2024 იქნება 2022, რომ ქართულ ხალხს არჩევანის უფლება ექნება. არა მარტო ჩვენი სახით თქვენ იცით რომ ჩვენ დაუშვათ გვაქვს ეს შორეულ მიზნებში არის ის რომ პოლიტიკური ორგანიზაცია ჩამოვაყალიბოთ იქ მარტივი მიზეზის გამო არჩევანის საშუალება მიცეთ, ასევე არიან სხვა პარტიები რომლებთანაც მე მაგალითად მონახაში რომ იქცენ პარტიებად იმ ადამიანებს მიმართ ძალიან დიდი სიმპათია გამაჩნია და არც ის არის გამორიცხული ჩვენ რაღაცნაირად დავერთიანდეთ თუ ერთი შეხედულებები გვაქვს და სიმპათიები გვაქვს ერთმანეთის შეხედულებების მიმართ და გარდა ამისა ჩვენი რატო ვაპირებთ ახლა აი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას და რატო არის ეს მიზნად, ხო? მე არაერთხელ მithქვამს რომ ჩემი შეხედულება და ჩვენ კლიპი რომ ჩავწერეთ, იქაც წერია რომ ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტი ნაღდგეს და არჩევა უნდა იყოს შემცირდეს პარლამენტის რიცხოვნობა 100 კაცამდე და იქ არჩევა უნდა მოხდეს მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით. ანუ პარტიული სისტემა მე მიმაჩნია რომ საქართველოში უნდა დამთავრდეს და ეს არის ძალიან ხმამაღალი განაცხადი, თუმცა იმისთვის ვქნით პარტიას რომ პარტიული სისტემა დამთავრდეს, რომ იქ კონდეს ტრიბუნა
იმიტომ რომ გარედან თუ შიგნით არ შეხვედი ამ პარტიულ სისტემას ვერ დაამთავრებ. ხომ ეს ბერკეტები არ გაგაჩნია, არ ტრიბუნა გაქვს, ვერც ჩვენ სიტყვას ისეთი ფასი არ აქვს და სწორედ ამიტომ ჩვენ ვეცდებით რომ მოვიპოვოთ ეს ტრიბუნა, ეს ბერკეტები რომ პარტიული სისტემა დამთავრდეს, ქვეყანა გადავიდეს მხოლოდ მაჟორიტარულ არჩევნებზე, იმიტომ რომ ამ პარტიებმა თავის დაფინანსებებით ბიუჯეტიდან დააქციეს ეს ქვეყანა. და პარტიული სისტემა უნდა დამთავრდეს. ჩვენ გვჭირდება მაღალი ლეგიტიმაციის მქონე საპრეზიდენტო ინსტიტუტი, ეს მოდელი ვითომ საპარლამენტო და სრული აბდაუდა, რომელიც არის პირდაპირ ქაოსის გარანტი და კიდეც ვართ ამ ქაოსში, უნდა დამთავრდეს და უნდა იყოს არჩეული ადამიანი, ვისაც ხმას აძლევენ, უნდა იცოდეს ვის აძლევს ხმას და არა ისო სიაში რო წერენ და ეს უნდა დამთავრდეს და პარტიებმა ქვეყანას არ მოუტარა სარგებელი. ამიტომ პოლიტიკური პარტიების სისტემა საქართველოში უნდა დამთავრდეს. გასაგებია, ჩვენ ახლა მაინც გვინდა დაუბრუნდეთ პრეზიდენტ ყოფილ სააკაშვილის მის შემოსვლა საქართველოში, მან რამდენჯერმე ესე იგი დაგვემუქრა რომ მოვდივარ და როგორც იქნა ჩამოვიდა. სხვა საკითხია, როგორ იგზით ჩამოვიდა და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მან გარკვეული გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე, ორივე მხარეზე, ხელისუფლებაზე და ნაციონალურ მოძრაობაზე, ზოგადად ოპოზიციაზე და მისი დადუსაღება, დღეს ახლა მოგეხსენებათ ის სასჯელს იხდის თუ ყოველ შემთხვევაში ციხეშია. აი თქვენ როგორ მიგონიათ, ესე იგი, როგორ განვითარდება მოვლენები სააკაშვილის გარშემო, იმიტომ რომ ხვალ დაანონსებ 14 ოქტომბერს დაანონსებულია აქცია, რომ ესე იგი არის ასეთი მხარდამჭერების მხრიდან ფანატიკოსები ცხადია არ გამოვლეულა საქართველოში და არც გამოილება როგორც ჩანს, რომ ესე იგი უნდა გამოვიდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ციხეში ყოფნა არ შეიძლება. დღესაც სამწუხაროდ პრეზიდენტ მოიხსენიებენ და ასე შემდეგ. აი როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ქვეყნის ჩვენ სამწუხაროდ ვიმართებით ქვეყნის პარლამენტის გარედან. სააკაშვილის და სხვა პიროვნებები არიან სათამაშოები იმ სისტემის ხელში, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს მართავს. და რა როლი აქვს სააკაშვილს ზუსტად ამით გამიჭირდება, თუმცა მე მგონია რომ ეს ადამიანი, ამ ადამიანს უარ ქონოდა გარანტიები, იმისა რომ ის დიდ დროს ციხეში არ გაატარებს, ის საქართველოში არ ჩამოვიდოდა. მე ესე მგონია, არ ვიცი, შეიძლება გაისად ამ წელსვე ის ადამიანი გამოვიშვან, რა არის ჩაფიქრებული, არ ვიცი, თუმცა მე დარწმუნებით ვიცი რომ სცენარი დაწერილია, არ ვიცი ამას როგორ განხორციელდება, ეს არის საკითხავი, თორე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაიწერა სცენარი, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა. იმიტომ რომ უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა იმ მომავალ მავნებლობებზე, რა მავნებლობებიც არის მომავალში ჩასადები. და რა გულისხმობ. ეს ეტაპობრივად განხორციელდა სააკაშვილმა თუ ხორციელად მოსპო ქართველიერი და ქვეყანა ფაქტობრივად ვითომ აღადგინა და სინამდვილეში დააქცია ზნეობრივად და მორალურად ქართულმა ოცნებამ ტკბილი სიტყვით და არა ზალადობით საკანონმდებლო სივრცეში ჩაწერა უამრავი მავნებლობა, რომლებიც ჯერჯერობით არ სრულდება და ბერძენიშვილმა თქვა კიდევაც, რომ როდემდე არ უნდა შესრულდეს ეს და როდემდე უნდა იყოს ეს მკვდრად ეს კანონები. ეხლა უკვე იმ კანონებს, ეს COVID ტერორი იქნება, LGBT თემატიკა იქნება, რომელიც ესე იგი პრაიდი საქართველოში ვერ ჩატარდა და ეს ძალიან აწუხებს ქვეყნის პრობლემებს გარეთ ზოგიერთებს, ხო? ვიცით ჩვენ ეს. და გარდა ამისა, ეს COVID ტერორის თემატიკა იქნება, ვაქცინაციის ჩაგდება იქნება, ბოლომდე ვერ შეასრულა ქართულმა ოცნებამ, მოდით ვაღიაროთ დაკვეთა ვაქცინაციის შესახებ, LGBT თემატიკის შესახებ, სხვა გენდერის საკითხები და ასე შემდეგ, იუნალური იუსტიცია და უამრავი რამ. აი ამას სწორედ ჭირდება კოლექტიური პასუხისმგებლობა. ნუ პასუხისმგებელი არ იყოს არც ოცნება, არც ნაცია, არამედ ყველა ერთად იყოს პასუხისმგებელი და ყველა ერთად ასე გაცილებით მარტივი იქნება. მთავრობა საქართველოში ვერ იმუშავებს. ჩვენი სრული კატასტროფა იქნება. ეხლა რაც არის, აი ეს არის სრული კატასტროფა, ეს გადანაწილება ფუნქციების ჩვენ ნახეთ, ხო? იქ ხან ღარიბაშვილი გარბოდა და ხან მარგველაშვილიც უნდოდა წასვლა იქ, რა ქვია, სხვადასხვა სამიტები იქნებოდა თუ შეხვედრები და აი ეს სისტემა ხო ისედაც ქაოსია სრული, ეს ვინ შექმნა? ჩვენ მაყურებელმა რომ ეს შექმნა მიხეილ სააკაშვილმა, იმიტომ რომ მეორევად დარჩენა აღარ შეეძლო და პრემიერ-მინისტრის პოსტი გააძლიერა და შემდეგ ივანიშვილი როდესაც მოვიდა ძალიან მოეწონა ეს სისტემა, ზედგამოჭრილი იყო მისი მმართველობისთვის, კულისებიდან მართვისთვის და ტოვა. და დღეს ვართ აი ამ ქაოსის გარანტში და კიდევ უფრო უარესი იქნება თუ ეს კოალიციური მთავრობა მოხდა. სასწრაფოდ აღსადგენია ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტი, ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ. იმიტომ რომ აი ამბობენ ოპონენტები რომ ხო ვიყო არ გაამართლა ეს არის სისულელე, ახლა არ გაამართლა რა ეს ამართლებს
და ესე იგი სუფრაზე თამადა რო არ ვარ და თამადობის ინსტიტუტი გავაუგმოთ, ან კომპანიაში მართველი რო არ ვარ და კომპანია კოლექტიურად უნდა იმართოს, ეს ხომ სისულელეა. შესაბამისად, ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ პირველივე პრეზიდენტი ვინც მოვა აუცილებლად დაალაგებს ქვეყანას, თუმცა აი იმ სისტემაში ჩვენ გვაქვს შანსი, აი ამ სისტემაში შანსი არ აქვს. აი ეს არის 2x2 აი სცენარში ზოგადად აი რამდენად შეიძლება იყოს გათვალისწინებული სააკაშვილის ექსტრადირება უკრაინაში როგორც უკრაინის მოქალაქის. თუ ის აქ დარჩება, თუნდაც ციხეში ან ციხიდან შეიწყალებენ და გამოვა, ის ყოველთვის შექმნის პრობლემას. ხო, აი ეს რთული კონფიგურაციაა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, თავარი არის დიდი თემები საქართველოში როგორ უნდა წავიდეს და ეს დაწერილია ყველაფერი თუ რა გზით უნდა წავიდეს, როგორ წავიდეს. და ეს მოთამაშეები არიან. ეხლა რა როლი აქვს სააკაშვილს და როგორ განხორციელდება აი ამ როლის თამაში, ეს არ ვიცი და წინასწარ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია თქვა, ან გამართდება ის ვარაუდი, ან არა. თუმცა მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, ადამიანი რომელიც თვითმფრინავის გადაფრენაზე ხოხავდა მიწაზე და ამდენი წელი არ ჩამოსულა, შეეძლო იყო გაცილებით მეტი რეიტინგიც ჰქონდა თავშად ნაციონალურ მოძრაობას, მე პროცენტებში არ გულისხმობ. ხალხის გამოსვლებს ვამბობ, იყო ამას დიდი მასშტაბური აქციები და შესაძლებელი მომენტებიც იყო და ეს ადამიანი არ ჩამოსულა, ხო? და ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ოპოზიცია ფაქტობრივად არის ბანკროტი, აი გავრილოვის ღამე რო გავიხსენოთ, ძალიან დიდი შედარებაა მაშინდელ ოპოზიციის რეიტინგ შორის და აი ამ რეიტინგ შორის, ხო? ფაქტობრივად გაკოტრებული არიან და რატო ჩამოვიდა ეხლა, ხო? ანუ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები, ამიტომ მე მგონია რომ ამ ადამიანმა გარანტიები მიიღო. თუმცა ამ გარანტიები შეიძლება მიიღო, გარანტიები მიიღო, ამბობენ რომ გარანტიები მიიღო 2008 წლის ომის დროს, თუმცა გადააგდეს, ხო? შეიძლება გარანტიები მიიღო და დაუშვათ არ შეგისურვო. მაგრამ მე მგონია რომ გარანტიები მიცემული აქვს. შეუსრულებენ თუ არა ეს საკითხი. გასაგებია. დიდი მადლობა. მადლობთ ბრძანებისთვის. ტელემაგნიტებს შევახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბატონი ზვიად თომარაძე, იურისტი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ერთა სახელმწიფოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მადლობა.